ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას აუცილებლად დავარქმევდი, მაგალითად, სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული დღეს სახელმწიფო და პოლიტიკა, საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკა კერძო სექტორის გავლენაზე. ევროპა იყო როგორც ისტორიული არჩევანი, ისე ჩვენი ჯანდაცვის სტრატეგიაც ორიენტირებულია სწორედ ევროპული მოდელის მშენებლობაზე. ევროპულ მოდელს ორი მთავარი პრინციპი აერთიანებს. ერთი არის ადამიანის უფლებათა აღიარება, ჯანმრთელობის, ეს არის ადამიანის უფლება. და მეორეა სოლიდარობა. სოლიდარობა არის ამ უფლების რეალიზაციის ფორმა, გზა, სტრატეგია. ვერსად ვერ შეხვდებით ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მაგალითად 50%-ზე ნაკლებია სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში. აი ხო ვითომ უცნაურია, მაგრამ დაიყვანეს იქამდე 14% ან 15%. ამ თემას რაც შეეხება უფრო ფართო მსჯელობა ჭირდება. ჭირდება, მაგას გეუბნებით ზუსტად ეს არის, რომ პირიქით რეალურად დღეს ქვეყანა ორიენტირებულია მაქსიმალურად სოციალური, მაქსიმალურად ევროპული სტანდარტების ქვეყანა ჩამოყალიბდეს. იმიტომ რომ რამოდენიმე რეფორმა მოხდა ერთდროულად, დავიწყოთ იგივე რეფერენტული ფასებით, იგივე DRG სისტემაზე გადასვლით, რაც ბატონმა ანდრიამ ბრძანა. DRG სისტემა არის მიღებული მთელ ევროპულ ქვეყნებში. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მოქნილი სისტემა, რომელიც მუდმივად პატარა ბავშვით მზარდია. ევროპაში ასე არგუმენტი არის, ამერიკაში ასე არგუმენტი არის. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი შესაძლებლობები და არ გავიმეოროთ, თორემ ისე ვიმეორებთ დაახლოებით 30 წლიანი დაგვიანებით, მეტი არაფერი. არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა სადმე დომინანტი იყოს და აქედან ფულის შემოსავალი მიიღოს და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ჯანდაცვა სპეციფიკური სივრცეა. ჩვეულებრივ ბაზარზე მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებაზე, სამედიცინო ბაზარზე ეს გადმობრუნებული არის. ეს არის მიწოდება განსაზღვრავს მოთხოვნას, ამას ქვია abnormal economics, რომელიც შეთანხმდა მთელი სოფლიო, ამიტომ ეს საჭიროებს ბევრ ჩარევებს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას. მაგალითად შვედეთში ეს შეიძლება ადიოდეს უზარმაზარ რიცხვებამდე. მაგალითად პირიქით იყოს 80% ცდებოდეს, რომ ნებისმიერ სისტემა როგორც არ უნდა ააწყო, იქ იქნება ხალხი, ვისაც არ აქვს ცდომა მომსახურებაზე. მარტო თქვით ღარიბები. და ვინდა ეს ძალიან ემოციური თემაა, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში ეს ხდება, ანუ პრობლემა რომ ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის რაღაც სპეციფიკური ქართული. ევროპაში იგივე ამერიკაში და შემდეგ. როცა ჩვენ საზოგადოება ხედავს, რომ რაღაც ღარიბ ადამიანებს არ აქვს ცდომა სამედიცინო მომსახურებაზე, ეს უცბად ხდება პოლიტიკური პრობლემა. და ყველაზე მარტივი პოპულისტური პასუხი არის, რომ მოდი ჩვენ მივხედავთ აქ ყველაფერს და მოგაწვით უფასოვან იაფ მომსახურებას. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ პირდაპირ უპასუხოთ სიღარიბის პრობლემას. ანუ ორი განსხვავებული პრობლემა, ერთმანეთში აერევა ხოლმე და იმის ნაცვლად, რომ ადამიანს, რომელიც ღარიბია და არ აქვს მაგალითად რამდენიმე 10 ლარი ჩვენ შემთხვევაში თვეში რომ მიყიდოს დაზღვევა. იმ ადამიანს ფული მივცეთ და შესაძლებლობა დაზღვევა იყიდოს, ამის ნაცვლად მთავრობა ერევა ჯანდაცვის სექტორში. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში, სწორედ ანტიევროპულმა კურსმა ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ეს გზა ევროპისკენ მიმავალი, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. სამწუხაროდ გაჩერდა უამრავი თანამშრომლობის პროექტი. ნახეთ, ესეც საუბარი, მე მგონი მაინდა-მაინც სასარგებლო არაფერს არ მოიტანს ეს. აი, როდესაც საუბრობთ, რომ მაგალითად რომელიმე კონკრეტული პროგრამა, მაგალითად მედიკამენტების დაახლოებასთან დაკავშირებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომელიმე გაჩერდა. აი, რომ დაასახელოთ, მაგალითად რა არის ესეთი და შემდეგ ვიმსჯელოთ რამდენად ევროპული ან არა ევროპა ყველასთვის, Europa for all. ევროპასთან ურთიერთობა სამწუხაროდ შეჩერებულია, არა მათი ინიციატივით. ეს ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივას, რომ საქართველოში აშენდეს ევროპული მოდელი ჯანდაცვის, მხოლოდ ზიანს აყენებს და მე იმედი გამოვთქვი, რომ ეს გამოსწორდება. რაც შეეხება მეორე მხარეს, გვაუწყდეს, რომ მათ შორის პრივატიზაციით ყველაზე არაევროპულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბეთ, მაგალითად იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც თქვენ სახურობთ. ჯანდაცვას აქვს სამი მთავარი თვისება, რაც არ აქვს არც ერთ საქონელს, ჩვენ საქონელსაც არ ვლაპარაკობთ, სერვისს ვლაპარაკობთ ჯანდაცვაში. ეს არის პირველი, რომ მოულოდნელობა, ჩვენ ჩვეულებრივ ბაზარზე ყოველთვის გეგმავთ თუ რა უნდა ვიყიდოთ. სამედიცინო ბაზარზე ბევრი არის დაუგეგმავი, გადაუდებელი დახმარება, რომელსაც ჩვენ არ ვიცით, როდის დაგვიდგება. მეორე, ეს არის ძვირადღირებული, ეს არ არის 100 ლარი, 200 ლარი, არამედ ეს არის სადღაც ათასობით. პირველი მოულოდნელი მოდის დაავადება, მეორე ძვირადღირებული, ამას ადამიანი ვიყავს გაღატაკებისაკენ და მესამე გადაუვადებლობა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ბაზარზე თუ რაღაც მოგვეწონა, გადავავადოთ რაღაცა, მაგრამ ამას სამედიცინო ბაზარზე ჩვენ ვერ ვეტყვით ჩვენს რაღაც დაავადებას, რაღაც გადავავადოთ. ეს სამი თვისება
ეს აღიარებულია მსოფლიოში, საჭიროებს ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას. რომ ერთ-ერთი პირველი აი ფუნდამენტური რეფორმა, რასაც აუცილებლად მიუყვებით ბოლომდე გავაკეთებთ, ეს არის რა თქმა უნდა პირველად ჯანდაცვის რგოლი. მაგრამ რთული, ძალიან რთული, იმიტომ რომ 10 წლეულების განმავლობაში ეს ჩანაგდებოდა. და თუ არა და შევხედოთ უბრალოდ როგორია განვითარება მაგალითად ამისი ინფრასტრუქტურულად სამედიცინო პროფესიონალები. აი ნახოთ უბრალოდ რა ხდება ამ მიმართულებით, როგორი იყო მაგალითად თუნდაც განათლების რეფორმა ამ მიმართულებით ადრინდელი პერიოდების. დღეს საბედნიეროდ არის ხედვა იმის, რომ ეს არის კრიტიკულად აუცილებელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი რამ შეიძლება მოიტანოს. ფუნდამენტია. ამას ვამბობ, ნახეთ, ცოტა ხნის წინ არის ყო რომ თქვი რომ 120 მილიონის დახარჯვით პირველად ჯანდაცვას შეიძლება მაგალითად 400 მილიონიანი დანაზოგი იყოს. ესეც რა თქმა უნდა, ეს ცვალებადი იქნება, რასაკვირველია. მაგრამ ამას მოიტანს, იმიტომ რომ პრევენცია იქნება ეფექტიანი. ბატონ თენგის. მე პირდაპირ სტატისტიკას გეტყვით, რომ ჩვენთან 1.200 მილიონი ხარჯება მედიკამენტებზე მთლიანად ქვეყანაში. ამ დროს სახელმწიფოს ხელშეწყობა არის მხოლოდ 95 მილიონი, ანუ სადღაც 7.8%. ნუ ხო ცხადია ეს წინა წლებში იყო რაღაც 20 მილიონი, გაიზარდა 85 მილიონამდე და დინამიკა, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა აი სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მედიცინა არ არის მხოლოდ საუშო დიაგნოსტიკა, მედიცინა რომ კონსულტაციები დააფინანსოს სახელმწიფომ, არამედ მთავარი შემადგენელი ნაწილი არის მედიკამენტი. და თუ მედიკამენტს არ აფინანსებს სახელმწიფო მთელი აი მხოლოდ 90% ჯიბიდან ხდება, ეს ცხადია იწვევს ხელმისაწვდომობის შემცირებას. ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია როგორ ვხარჯავთ და რისთვის ვხარჯავთ. აი ამიტომ სხვათა შორის აი ნახეთ, როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად მე რომ საუბრობდი შეცდომებზე მაგალითად დაშვებულზე, მათ შორის ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მეკრთამეობას გულისხმობ, მაგრამ კორუფციულად სისტემის აწყობაზე კი შეგვიძლია ვისაუბროთ. დიდწილად ეს იყო კორუფციული დამოკიდებული რაღაცა კონკრეტული კომერციული ინტერესების გაცვლა-გამოცვლა. ეს არის ცუდი და ამაში ვხედავ პრობლემას. ანუ 50% სამხარჯების მაინც ისევ ჯიბიდან აფინანსებს პაციენტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდად გავზარდეთ სახელმწიფოს წელი, ხო? მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აი ეფექტიანობა ახსენა მინისტრმა. მართალია, ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ იმაზე მსჯელობიდან რამდენს ვხარჯავთ, იმაზე მსჯელობაზე რა შედეგს ვიღებთ ამ და შედეგებზე ვისაუბროთ, ხო? როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, აქ ყველას მოსწონდა ეს ამბავი, მაგრამ ეს თავარი პრობლემა, როგორც კი რომელიც ხნის მე თელ სისტემას. ყველა ადამიანს, ექიმსაც, პაციენტსაც, სადაც ყავს ერთი მოტივი უჩნდება მარტო. ფული წაიღოს ბიუჯეტიდან. ყველა მიცის, აი ყველა მაყურებელმა იცის დარწმუნებული ვარ, რომ იყო ერთი მინიმუმ შევთხოვა, რომ ექიმმა არასწორი დიაგნოზი დასვა, სრულად კეთილი მოტივებით, რომ პაციენტს მიიღო მაგალითად დამატებითი კვლევა. ეს ხო აი იმდენად გავრცელებული ამბავია, მე იშვიათად არ მგონია რომ მოქალაქე მოიძებნება ქვეყანაში, ვინც ასე თუ ისე ხშირად არის ექიმთან და ასეთი შემთხვევა არ ქონია. სადაც შეიძლება პაციენტის ინტერესზე მაღლა დადგეს კომერციული ინტერესი, იქ რა თქმა უნდა სახელმწიფოს მოეთხოვება იყოს ძალიან აქტიური და ეს არაფრის დიდებით არ ჩაუშვას. ეს არ გეგონოთ, რომ უბრალოდ პრინციპია, რომელიც ესე განყენებულად არსებობს. ეს არის ყოველდღიურობა, მათ შორის შემთხვევა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ მაგალითად პაციენტის შეფასება იმის მიხედვით ეს რთული შემთხვევაა თუ არ არის რთული შემთხვევა, ამის მიხედვით კლინიკას კომერციულად აწყობს პაციენტისთვის მომსახურების გაწება თუ არ აწყობს, აი აქ, როდესაც ესეთი დილემა ჩნდება კლინიკის შემთხვევაში, ეს რასაკვირველია, ურტყამს სწორედ იმას, რასაც ქვია კონსტიტუციური უფლება ადამიანისა ჯანმრთელობაზე. ბატონ მიხეილმა ახსნა, რომ ასაკ მოგების სწრაფვა და აქეთ პაციენტის ინტერესები, ეს უბრალოდ არარსებული დიქოტომია რეალობაში, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ნებისმიერი კომპანიისთვის გასაგებია, რომ თუ მას უნდა მეტი მოგება მიიღოს, მან კარგად უნდა მოემსახუროს მომხმარებელს. არსეთი კლინიკა თუ არსებობს მექანიზმების, იგივე სასამართლოსი და ასე შემდეგ, რომელიც ცუდად მოემსახურება, დააზიანებს პაციენტს, ან რაღაც გარდაცვალება მოყვება კურნალობას, ასეთი კლინიკა არ იქნება მომგებიანი. ამიტომ ეს ზოგადად არსადა არის, რომ ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზეზები იყოს, თუ სწორად არის მოწყობილი. თუ არასწორად არის მოწყობილი, იქ ბუნებრივად ბევრი კონფლიქტი ხდება, რაც მე უკვე ვილაპარაკე. არასწორად რას ქვია? DRG მოდელის მიხედვით, მაგალითად DRG-ს მთელი არსი არის, მთელი მსოფლიო ამას იყენებს. DRG მოდელის არსი არის, რომ გეუბნებიან, რომ მაგალითად რეანიმაციაში მოხვედრილი, მაგალითად არ ვიცი, აი ფილტვების გამო მოხვედრილი რეანიმაციაში პაციენტი. ის ერთნაირი ტარიფით იმაშია, საშუალოა გამოთვლილი. ვიღაცა შეიძლება ნაკლები მკურნალობის დღე დაჭირდეს, ვიღაცას მეტი. საშუალო სწორია.
აი მაგალითად ფილტვზე სხვათა შორის ეს გადახედილია ბოლო პერიოდში და სამართლიანი ფასია მერწმუნეთ იქ დადგენილი. მიუხედავად ამისა, კლინიკები აფასებენ პოტენციურად ჯანმრთელობის მდგომარეობას პაციენტისას, იმის მიხედვით, რომ რა ხანგრძლივობა შეიძლება დაჭირდეს საავადმყოფოში და ამის მიხედვით ან ღებულობენ, ან არ ღებულობენ. მომსახურებას აწვდიან, ეს კარგია? ახლა ბოლო პერიოდში დაიწყო პილოტირება, ეს არის pay for performance-ის დანერგვა, რომელიც რას გულისხმობს, რომ აი ჩვენ გქონდა წინათ მხოლოდ რაოდენობრივად დაფინანსება აი ოჯახის ექიმებისათვის. ახლა გადადის უფრო შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსება, ანუ ხარისთან დაფინანსება ოჯახის ექიმ ფინანსდება როგორ? თუ ის უფრო მეტ პრევენციას გააკეთებს, მეტს გამოავლებს სკრინინგს, ანუ ეს პილოტირება და კარგი იქნება თუ ეს გადავა თანათამობით გაფართოვდება. იმიტომ რომ ეხლა რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის სროლს, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქედან უნდა იწყებოდეს და ჩვენი საუბრები და არაერთხელ ვისმენთ პარლამენტში სამინისტროსთან ერთად რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვის სროლი აქ აუცილებლად გულისხმობთ, რა თქმა უნდა, სოფლის ექიმებსაც. როგორ გავუკეთოთ მათ სტიმულირება იმისათვის, რომ თვითონ მართონ პაციენტები. და ორი ასეთი მომენტი გამოვნახეთ სამინისტროსთან ერთად, ეს არის სკრინინგი და ინტერესება პირველადი ჯანდაცვის სროლით და ასევე ვაქცინაციით. და ეხლა როდესაც მიდის აკრედიტაცია, აი რომელიც გაგრძელდება ეხლა სექტემბრამდე, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა პირველადი ჯანდაცვის სროლის დაწესებულებისთვის. მე თანხას მიიღებ, ოღონდ დაგვეხმარეს სკრინინგში. ხო, აი კი მიდიოდ ახლა კამათი, მაგრამ სამდრეში ყველა ჩემს გარდა ერთ აზზეა. ერთ აზზეა პრინციპის დონეზე, ჩემი არის არასწორ მიდგომაზე. რომელშიც ბატონ მიხეილი დარწმუნებულად ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილიც ასე ფიქრობს სამწუხაროდ. როგორც აი თავარი ექიმის ფუნქციაშია. ახლა თვითონ შეიძლება თავის აზე არ ფიქრობდეს, მაგრამ ჩვენ მოსახლეობაში გავრცელებულია ეს, რომ აი ჯანდაცვის სამინისტრო არის ის, ვის ამ ხალხზე ზრუნავს. და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, დღეს როგორიც არის კერძო სექტორის პატივისცემა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში. ასეთი ჩემი აზრით უბრალოდ აი უახლოესი 20 წლის განმავლობაში უბრალოდ არ ყოფილა. ასეთი დაფასებით, ასეთი პატივისცემით, ექცეოდი მე არ მგონია უბრალოდ რომ მოდესმე ეს არსებულა. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რასაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა კონდეს საკუთარი შესაძლებლობებიც, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მე ვიყო პარტნიორულად და მე ვიყო განწყობილი აბსოლუტურად პატივისცემით კერძო სექტორის მიმართ. უბრალოდ ეს არ ნიშნავს პატივისცემა არ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს, რომ ის რაც საინტერესო არ არის კერძო სექტორისთვის, კომერციულისთვის, ამას სახელმწიფო თავად კონდეს შესაძლებლობა, რომ ამას უზრუნველყოფდეს.